ბოლნისის ხმა არის, შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მინდა ვისაუბრო ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის. ზოგჯერ ხდება ესეთი გაცვლითი პროგრამები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვისაც არის შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პერიოდი მითაც არის მიმზიდველი და საინტერესო, რომ უმეტესობა ჩვენგან სწორედ ამ დროს ეძრევა რეალური შანსი წავიდეს საზღვარგარეთ, იცხოვროს, ისწავლოს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი. გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ და უცხო გარემოში და საქართველოში დაბრუნებულმა თან ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები ჩამოიტანოს სწორედ ამ ქვეყნიდან, რომელსაც გაცვლითი პროგრამები გვაძლევს. ამ შანსს ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი გვაძლევს გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როგორც წესი, უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაშია ხოლმე გამოტანილი. ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად გაცვლით პროგრამაზე წასასვლელად. როგორც წესი, გაცვლითი პროგრამებისთვის საბუთების მიღება წელიწადში ორჯერ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხდება. აპლიკაციების გადარჩევა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ერთ თვემდე მიმდინარეობს, ხოლო დაზუსტებულ პასუხს აპლიკანტი სწავლის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე იღებს ზაფხულში. თუკი გაცვლითი პროგრამის შერჩევის ეტაპები წარმატებით გავიარე, შემდეგი გამოწვევის დრო დგება, კარგად გაარკვიე, რას და რამდენით აფინანსებს გაცვლით პროგრამას და როდის რიცხავს ის თანხას, ასევე პასუხის მოლოდნის პერიოდში მოძებნე საცხოვრებლის ფასები, უმაღლეს სასწავლებელთან რაც შეიძლება ახლოს რომ იყოს. შეგვიძლია თუ არა მარტო ცხოვრება. სწორედ ეს არის ხანდახან ის დიდი პრობლემა, რასაც ჩვენ ახალგაზრდები ვაწყდებით, როდესაც ესე ქვეყნიდან შორს უცხო ქალაქში მივდივართ, უცხო ქვეყანაში მივდივართ. აქ არ არის საუბარი ერთ ან ორ დღეზე მით უმეტეს და შემწვარი კვერცხით ან სოსით თავის გატანაზე. რამდენად შეძლებთ თუნდაც საყიდლების ორგანიზებას, რომ მთელი ერთი ან ორ კვირაზე გადაანაწილო პროდუქტები, ხო? ანუ ჩვენ აღარ გვიწევს საქართველოში ცხოვრება და გვიწევს რომ უცხო ქვეყანას მოვერგოთ. ძალიან ბევრი რამე არის დასაფიქრებელი, როდესაც გაცვლით პროექტებში ვიღებულობთ მონაწილეობას, გარდა უნივერსიტეტისა, ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ამ ორგანიზაციებს შორის არის ერთ-ერთი ამბრელა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს და ასევე ახალგაზრდებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусმინეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და მეორედ მიწევს თეთრ კარავში გადაცემის წაყვანა. ჩვენი წინა გადაცემა წარმატებულ ქალებს მიუძღვენით და მათი წარმატების საფუძველი სწორედ არჩეული პროფესია აღმოჩნდა. დღეს კი ჩვენი მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია და პირდაპირ ეთერში ველოდებით მათ ზარებს. აი, უკვე გვირეკავენ. მოგესალმებით. საიდან გვიკავშირდებით და როგორ მოგმართოთ? საბერძნეთიდან გენაცვალე, მე მქვია დოდო და ვარ 64 წლის. ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო დოდო. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ეკა გენაცვალე ძალიან. ბებია თქვენი სპექტაკლებზე სულ დავდიოდი ახალგაზრდობაში. პეპო მე მგონი რა ვიცი, 10 ჯერ მაქვს ნანახი, გიждები მედია ჩახავაზე. ნეტა იმ დროს ჩემი სპექტაკლებიც ხომ არ გაქვთ ნანახი? აბა საიდან გენაცვალე? შენ მხოლოდ ტელევიზორიდან გიცნობ. 26 წელია რაც სალონიკში ვცხოვრობ და ხო იცით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ ცხოვრობთ მან, რას საქმიანობთ? სხვადასხვა მე ძალიან გამიმართლა. კი, ძალიან გამიმართლა. გაგიმართლათ? ძალიან კარგ ოჯახში მოხვდი. თავიდან მოხუც ხალბატონს ვუვლიდი, მაგრამ ის საწყალი აცხონოს ღმერთმა 2 წელიწადში გარდაიცვალა და მერე მისმა ქალიშვილმა წამიყვანა თავისთან ოჯახში. 4 წლის შვილი ყავდა, ბიჭი. ახლა უკვე დიდი ვაჟკაცია, გაძოჩლოვშვილიანი. და ეს ქალი რომ გასტროლებზე მიდიოდა, ბავშვს მე მიტოვებდა ხოლმე. ისიც მსახიობია?
არა, მომღერალი. ესტრადის კი. სხვათა შორის ძალიან ლამაზი ქალია. 5 წლის მერე გოგოც გააჩინა და ის კი ჩვენთან როგორც იტყვიან აკვნიდან ჩემი გაზრდილია. მაგაზენაც ვალოს ბებო. როგორც ვატყობ, ნამდვილი ბებიასავით გიყვართ. კი, ნამდვილად ეგრეა. იმასაც ძალიან უყვარვარ. აბა, ჩემს ბიოლოგიურ შვილიშვილებს სულ ორჯერ ვყავარ ნანახი და ამაზე მეტად როგორ ვეყვარები. მე არაპირებთ დაბრუნებას. უი, რას ამბობ? ახლა როგორც გინდათ, ეკა გენაცვალე, ისე გამიგე და ვერაფრით ვერ გავძლებ ჩემი ანასტასიას გარეშე, რა ვქნა, აბა. ძალიან კარგია, რომ ასე ბედნიერად გრძნობ თავს უცხო ქვეყანაში, ქალბატონო დოდო. კი, ნამდვილად. მართლა ჩემი საკუთარი შვილები ვით მიყვარს, აი გეფიცები, ჩემი გაზრდილია იანისიც და ანასტასიაც. მაგრამ თავიდან რო გითხრათ ახლა სიმართლე 5 წელზე მეტი ყოველი ღამე ტირილში მაქვს გატარებული, აბა. უი, რას ამბობთ? კი. ახლა ჩემოეკა, რისთვისაც დავრეკე და რაც მინდა რომ გითხრათ, ასეთი ამბავია რომ რატომ ყიდიან ეს ქართველები თავიანთ მამაპაპისეულ მიწას, კაცო გაპიკებში. და გინდაც მილიონები რომ გადაუხადონ, მაგის გაყიდვა როგორ შეიძლება, შვილო? თანაც უცხოელებზე. არ შეიძლება რომ ჩვენმა მთავრობამ რამე კანონი მიიღოს, რომ შეაჩეროს ეს სიგიჟე, ჰა? ხა, ჩემებიც აპირებდნენ, მაგრამ მე გადავაფიქრებინე. როგორ მოახერხეთ? როგორ და მე ვიყიდ. ჩემებს ფული გავუგზავნე და ჩემზე გადმოვიფორმე ნოტარიუსი. სკაიპით ახლა მაგარი. ხოლმე. აბა, მოკითხვა ჩემს საყვარელ თბილისს და თელს საქართველოს მიყვარხართ ძალიან. აი გვირეკავენ. გისმენთ? საიდან გვიკავშირდებით? ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. გაგვეცანით თუ შეიძლება. მე მქვია ანა და ვარ 45 წლის. ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. აქ ისეთ ამბებს ვისმენ მექსიკის გზით წამოსულ ქართველებზე, რომ ძალიან გამიმართლა, რომ იმ გზის გამოვლა არ დამჭირდა. ნიუ-იორკშიც ბავშვობის მეგობარი დამხვდა, ერთი თვე მასთან ცხოვრობდი, სამსახურიც თვითონ მომიძებნა. ისეთ ისტორიებს ვისმენ, აქ ჩამოსული ხალხისგან არ ვიცი, სიკეთეს როგორ გადაუხდი. 4 წელი აქ ვარ და საწუწუნოც არაფერი მაქვს. კარგ ოჯახში მოვხვდი და კარგადაც მიხდიან, მაგრამ სახლში უნდა დავბრუნდე. რისთვისაც ჩამოვედი, რომ ჩემი ბანკში ჩადებული ბინა გამომეხსნა, პრობლემა მოგვარებულია. ახლა კი სანამ მეც ოჯახი დამენგრება და მათთვისაც გაუცხოვდები, უნდა დავბრუნდე. ბილეთიც მაქვს და ჩემებიც კატეგორიულად მოითხოვენ ჩემს დაბრუნებას. ვიცი რომ ჩემს სამშობლოში ამდენს არავინ გადამიხდის, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. ჩემს ემიგრანტ თანამემამულეებს კი ვურჩევდი, რომ დროზე მოეგეთ გონს. სანამ შვილებს და ქმარს თქვენი ნახვა უნდათ და ჯერ კიდევ ენატრებით. დიდი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა დღეს ამით გემშვიდობებით, მაგრამ ემიგრანტი ქალების თემას ჩვენ ისევ დაუბრუნდებით.